ესე იგი, ზელენსკიმ ტრამპს აკიდა პოსტნაც სინდრომი, აი, წარმოიდგინე რომ მეძავთან ხარ და აი მერე მორჩი საქმეს ყველაფერი და ეს მეძავი გიწყებს საუბარს, ამდენი შვილი მყავს, ესე და ესე შემემთხვა, ყოფილი ქმარი ძალიან მოძალადე იყო და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ რა მოხდა? ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა, ბევრი საინტერესო რამ არის, რაც უნდა გავიაზროთ. პირველ ნაწილში მოდი გიამბობთ დაახლოებით რა მოხდა, ისეთ key მომენტებს. ნიშნულოვანს რო არ გამოგრჩეთ და შემდეგ მოდი დავკავდები თავად რიტორიკული ანალიზით, სადაც უკვე ვუყურებთ კიდეც ვიდეოს. ესე იგი, შოკში ვიყავი რომ ვნახე. საღამო იყო მაგ დროს თბილისში, ეს ყველაფერი ლაივში მიმდინარეობდა და ერთი მომენტი არის რა. ყველას გირჩევთ რომ აუცილებლად ამ ვიდეოს უყუროთ თავიდან ბოლომდე. რატომ? იმიტომ რომ მე კი ვუყურებდი ლაივში პირდაპირ ეთერში, მაგრამ იყო მანდ დილეი, სადღაც 20 წუთიანი. და ანუ შუა ლაივის დროს ისე დაჭრეს ეს შეხვედრა, რომ საერთოდ სხვა ნახატი დაიხატა. შემდეგ მეორედ ვუყურე უკვე სრულ ვერსიას, სადაც არ არის რა ანაქრონიზმი, რომ აი ბოლო ნაწილი დასაწყისში გადაიტანეს, პატარა ჭრა და მერე ნუ არევა რა კადრების. იმიტომ რომ მართლა მასე იხატება საერთოდ სხვა ნახატი. ნუ სკანდალური კი მომენტები რა იყო, რომ თითქოს ზელენსკიმ ჯეიდი ვენსს უწოდა სუკა, ჩუმად ჩაილაპარაკა თითქოს სუკა და ეგ უკვე ინტერნეტში გავრცელდა, რაც არ მგონია სიმართლე იყოს, უბრალოდ ესეთი ძაფრი საუბარი იყო და ნუ ორივე გინდა ტრამპი, გინდა ჯეიდი ვენსი, ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი, ჩრდილავდნენ, ანუ over talking-ს უკეთებდნენ ზელენსკის და ნუ ზელენსკიც იზოლებული იყო, რომ მომენტებში გაჩუმებული იყო და ეს გაჩუმების მომენტში რომ სიტყვას ხმადაბლა ამბობ მასეთი რამე, არანაირი ძუკნა არ უწოდებია ჯეიდი ვენსისთვის. ყველა აჯვავს ახლა ტრამპს და ჯეიდი ვენსს. და სწორიც არის ეგ, იმიტომ რომ მოიქცნენ ნუ აი ხიხოებივით. მართლა. და ეგ იმის გამო არ ვამბობ ამას, რომ აი რაც თქვეს ეგ არის ხიხოობა, არამედ როგორც თქვეს. ეგ იყო ძალიან საზიზღრობა და თან რამდენიც ზელენსკის თავს დაესხნენ, იმდენი ეგ იყო არათან მიმდევრული. რენდომ ფაქტების მოყვანა, ჰეი ბიჭო, შენ ხო არ დაგავიწყდა ის და აი რაღაც ძალიან ბანძად იყო ეგ ყველაფერი, არავინ არ გამოვიდა კარგად, მაგრამ უნდა ვკონცენტრირდეთ ასევე ზელენსკისაც და ზელენსკის შეცდომა აქ ბევრად კრიტიკული არის, ვიდრე ტრამპის გლეხობა ან ჯეიდი ვენსის. თუმცა თავიდანვე ისეთი არამეგობრული გარემო იყო, როდესაც ტრამპი პირველად შეხვდა ზელენსკის ოვალური ოფისის წინ, ესეთი რამე იყო, პირველი რაც ტრამპმა უთხრა ზელენსკის იყო, ვა, ჩაიცვი? ვა, ტანსაცმელი გაცვია? მერე ცალკე ჟურნალისტების წინაშე შეხედით, ტანსაცმელი გაცვიაო რა. ნუ ეგ არ ვიცი, 2 წლის წინ ტაკერ კარლსონმა პირველმა დააფიქსირა ეგეთი შიზოფრენიკი არის. Fox News-ზე ვინც მუშაობდა და მერე გააგდეს იმის გამო, რომ გასაგდები იყო, იმიტომ რომ გონი მილიარდამდე ვალია კიდე Fox News Dominion voting სისტემასთან. არა, მე ისვარო რა, ქრისტე ვარო სიმართლის გამომაწამეს, ნუ მოკლედ დეგენერატი. ტაკერ კარლსონი არის ქრონიკული დეგენერატი, ხო და? კარლსონი იყო პირველი, ვინც თქვა, რომ ეს ზელენსკიო რა არისო, რამე წესიერი ის ჩაიცვასო კოსტუმიო. ეს რა არისო, ეს რა ხდებაო და ნუ ყველა მეგრევე ამერიკულ იმაში კონსერვატორები თუ უნდა უწოდოთ საერთოდ, აი მაგ სივრცეში კონსერვატორების და რესპუბლიკელების დაიწყო ამ იმის გამეორება. იმდენად რომ ტრამპამდეც მივიდა ეგ და შემდეგ ტრამპთან დაახლოებული პირი არის ტრამპის ნუ ჩვენგან მარჯვნივ დგას. იმანაც ამ ინტერვიუს დროს ზელენსკის მიმართა რომ რა არისო, ფული არ გაქვო რომ იყიდო, საერთოდ გაქვსო ისო კოსტუმიო? ანუ იდიოტიზმია, ეგ არის პასიური აგრესია, იმიტომ რომ ყველას ხომ შვენივრად ესმის, რომ ნუ კაც ომი აქვს ქვეყანაში და ისე იცვამს, რომ გამოხატოს ნუ აი იმ ადამიანის სახე, რომლის ქვეყანაც ომში არის ჩართული, ხო? ეგ ხო ყველას ესმის, ეგ ხო შეუძლებელია, რომ ვინმემ ვერ გაიაზროს. ეგ ხომ აბსურდი არის.
მაგრამ არა, მაინც, რადგანაც მაგაზე მე პასიურ აგრესიას გამოხატავ, რომ რა იყო ის კოსტუმი არ გაქვსო, რამე წესიერი ბლეიზერი მაინც მოიცვა. ეგ არის პასიური აგრესია, ეგ არის აი ძუკნობა რა ჩვეულებრივი. რაც ტრამპისგან გასაკვირი არ არის, მაგრამ აი ტრამპთან დაახლოვებული პირი კარგად სახეზე ვერ დავინახებინიყო ეგ. შეიძლება კაბინეტის წევრიც იყო, არ ვიცი. ეგ შუა ინტერვიუზე, ანუ იმაზე მიდის საუბარი უკრაინის საბადოებზე, ომი, ხალხის დაღუპვა და გამოხდა ეს ტრამპის კაცი არ გაქვს ის. ჩაიცვა. მაი გალეხაჭოობა რა, აი კონსერვატორი, ამერიკელი დეგენერატის ის რა ქვია. გალეხაჭოობა რა. და ნუ მოკლედ ეს პირველი ნაწილი, სადაც თვითონ ოვალურ ოფისში ძალიან ისე აგრესიულად დახვდნენ ადამიანს. მაგრამ ზელენსკიმ სად გაასხა? და ზელენსკიმ მართლა გაასხა და მოხდა ის, რისიც მე შინოდა და რაც ასევე ვახსენე ბოლო ვიდეოში, რომელიც ჩავწერე ამ უკრაინასთან დაკავშირებით, რომ ახლა ზელენსკის მართლა აქვს შესაძლებლობა იმისთან მიუხედავად ტრამპი როგორ მოიხსენიებს მას, დიქტატორს ეძახის, არა, რამე მე ტრამპმა უარყო რა, ეგ დაგვაგეზლაითა ყველა, რომ მე დიქტატორი არ მიწოდებიაო ზელენსკი. მოიცე მე ვუწოდეო? ეთყობა რაღაცაო. დაგვაგეზლაითა რა მთელი სამყარო, მაგრამ ნუ ეგ არაუშავს. ეგ იმას ნიშნავს, რომ ნუ აი ცოტა შეარბილა რიტორიკა, ისე არ უნდა შეხედო რა ბავშვურად, რომ აიმე ისა რა ქვია, გვატყუებს, აი ტყუილში წავიჭერეთ, არა, ეგ იყო უბრალოდ რიტორიკის შერბილება რა. მეტი არაფერი. ხო და ზელენსკიმ სამწუხაროდ ანუ ყველაფერი კარგად მიდიოდა, ანუ უნდა მოეწერათ ხელშეკრულებაზე ხელი, რომლის თანახმადაც ეს უკრაინის მინერალები თუ რა ქვია, საბადოები მაგას მიხედავენ ამერიკელები და ეს რო იქნება უკრაინის დაცვა, იმიტომ რომ იქ ამერიკელები მუშაობენ და შესაბამისად რუსეთი ვეღარ დაგარტყავთო, ნუ ხო, აი ეს არის გარანტიაო რა და ტრამპმაც თქვა ეს არის გარანტიაო და მერე ზელენსკიმ დაიწყო რომ იცი რა არისო, რომ გარანტიაო, ეგრე დაარღვიაო, ანუ 1000-ზე მოგვიწერია ხელი, მაგრამ პუტინმა მაინც დაარღვიაო და ეხლა რა გარანტია არის, რომ ამას არ დაარღვია. ტრამპმა თქვა, რომ ეგრე რა იციო, ბომბი რო დაგეცეს თავზეო. ბომბი რო დაგვეცესო, ანუ მაგის გარანტიაც არ გვაქვსო რა. ეს ბუმერული პასუხები იმას ქნა. რო რამე არ მძინებია, გათიშული ვარ, მაგრამ აი ბოლო ენერგიას ვწურავ, რომ ეს ვიდეო ჩავწერო. ხო და ნუ აი იყო დოკუმენტი, ხელმოწერა იყო საჭირო მხოლოდ და უცნაური ის არის, რომ ზელენსკიმ შუა აი ამ პრესკონფერენციაზე თუ აი ამ შეხვედრაზე აჯანდაბაც იყო, დაიწყო იმაზე საუბარი, რომ მოიცა ეს რანაირ გარანტიას გვაძლევს, ანუ ეს არა ცოტა მეტი გვინდაო რა გარანტიისთვისო. რაც გასაგებია, ორივე მხარეს უნდა გავუგოთ რა. რაც გასაგებია, იმიტომ რომ მარტო აი ეგ საბადოების ამბავი ხო არა. იმეების რა ქვია. ეგ არ არის აუცილებლად გარანტია, ანუ ეგ შეიძლება იყოს გარანტია, რომ მან არ იქნება ომი ან მაგ რეგიონში, ან თუნდაც უბრალოდ მაგ ქალაქში, სადაც უნდა ხარონ, მაგრამ ცუდი რა იყო ახლა ზელენსკიმ სად გაასხა, რომ არსაიდან JD Vance საუბრობდა და ესეთი რამე თქვა JD Vance-მა, აქაც ვიდეოშიც არის, რომ ჩვენ უნდა კონცენტრირდეთ ახლა დიპლომატიაზეო და აი დიპლომატია არის, რაშიც ახლა უნდა იმას ვქნათო რა. ვინვესტირდეთო და სერიოზულად მივხედოთ და შემდეგ მაგაზე მოუჭრა ზელენსკიმ, აი რითი დაიწყო მთელი shit show. მაგაზე ზელენსკიმ მოუჭრა და ერთ წამით თუ შეიძლება რაღაცა გკითხოთო ბატონო JD Vance-ო. მიდიო რა. იცით რა არისო და ისტორიის მოყოლა დაუწყო, აი ზუსტად აი ის გააკეთა პუტინს რის გამოც დავცინოდით ტაკერ კარლსონს რო ჰქონდა ინტერვიუ და რო დაიწყო პუტინმა მოყოლა იქ ღმერთმა რო შექმნა სამყარო ადამი დაევა იქიდან მოყოლებული რა ისტორია გაიარა აი მაგ მიწამ რომელზეც ახლა თვითონ უდევს ტაკუნები და იგივენაირად დაიწყო ამანაც რომ აი ვიცით რა არის 2014-დანო ტრამპიც იყო მაშინ პრეზიდენტი როცა პუტინმა დაარღვიაო და ხალხი კვდებოდაო ჩვენს ტერიტორიაზეო მთელი ამბებიო ამიტომ რა დიპლომატიაზე მესაუბრებიო რაც კი უხეშინად ქვამი იყო და მაგაზე ძალიან გოიმურა დავარდნენ ორივე JD Vance-ისა და ტრამპიც რომ შენ მადლობაში ჩარ გვეუბნები შენ არ გაქვს სათამაშო კარტები შენ პატარა კაცი ხარ პატარა კაცი ხარ და ნუ ძალიან გოიმურად აიჭრნენ. აი მართლა ძალიან გოიმურად.
და მაქედან წამოვიდა ყველაფერი და ეხლა ზელენსკის შეცდომაც მაგაში არის რომ ეგ ყველაფერი მანამდე უნდა გაგერკვია რა ანუ ისეთი რამე არ არის რა რომ მეგობარმა დაგირეკა ამოდი ჩემთანო და მოდი ადგილზე მოვიფიქროთ რას ვიზამთ რითი დავკავდებით დღეს წინასწარ უნდა გაერკვია ეგ ყველაფერი და თან ამაზე ხელმოწერა კარგი იყო და ეგ გაუქმდა ტრამპმა გააუქმა თავისი ინიციატივით რომ ჯერ არ არის ზელენსკი მზად მაგრამ თუ მოუნდაო მოbrundes და ამას ხელს მოვაწერთო ყველაფერი კარგად მიდიოდა რა იმიტომ რომ აი ეს ცნობილი მიმიც დიქტატორზე და მთელი ამბები უარყო ტრამპმა მოულბა გული და ასე შემდეგ ну ნეტანიაჰუს რა თქმა უნდა ესე ვერ დაელაპარაკებოდა იმის მიუხედავად რომ ნეტანიაჰუს მიწაზე მილიარდები აქვს ამერიკას ჩარეცხილი ვერც პუტინს ვერ დაელაპარაკებოდა ასე მაგრამ აი ის იგრძნობოდა რა ის ზუკნა მომენტი რომ აი რო ხედავ რომ ადამიანი შენზე ბევრად სუსტი არის და როგორ თქვა ხო რა ბევრად სუსტი და აი რომ შედგები რა შეარარაობა და რაღაცა ეგეთი აი მაგას ვერ ვიტან და ეგ ამოიცნობოდა რა თვითონ ტრამპშიც და JD Vance-ში შედარებით ნაკლებად, მაგრამ JD Vance-ში უბრალოდ დებილური გიშგალოპინგი და ასე შემდეგ რა. და ნუ გაასხა, ვინ გაასხა რეალურად ზელენსკიმ გაასხა რა, იმიტომ რომ ამით უნდა დაწყებულიყო. ეს დოკუმენტი ეხებოდა მარტო აემაც წიაღმიაღებს და ამბებს. და ამით დაიწყებოდა პროცესი. მაგრამ არა ზელენსკიმ დაიწყო რომ აი ხა ყველაფერი ცუდი რაც რუსეთზე არის, ყველა ფაქტი უნდა მოვიყვანო რამე. და ნუ ეხა ტრამპს არ აწყობს რომ თქვას რომ ო ეგ დამპალი პუტინი ხო, ეგ დამპალი პუტინი, ო დედა უნდა ვუტიროთ. ტრამპს სხვა მიდგომა აქვს არჩეული და ზელენსკი აი ბავშვივით გამოუვიდა რა, აი დაახლოებით აი ესეთი კონტრასტი იყო. ალალი სოფლელი ბიჭი ზელენსკი და აქეთ დანევროზებული ქალაქელი ისა კაცი. დანევროზებული. მაგრამ ხო გასხმული არის და აქ 80% ამ შემთხვევაში კი ეს არის ზელენსკის დანაშაული და ბევრი იაზრებს მაგას. ასევე ხო აი ეგ მომენტი იყო რომ სწორ მომენტში ზელენსკი არ გაჩერდა რა. სწორ მომენტში, როცა პირი უნდა დაეკეტა და პირიქით თქვა დიდი მადლობა კამერების წინაშეც ისე გამოეყვანა რომ აი ამერიკა ჩვენს გვერდით არის და ტრამპ ძალიან გაფასებთ რამე რომ რიტორიკა შეცვლილიყო მთლიანად ტრამპის ადმინისტრაციის და ზოგადად ამერიკის. ეს მომენტი უნდა დაეფრეიმებინა ზელენსკის. უნდა ეთქვა რომ მადლობა დახმარებისთვის ვიცი რომ კიდე დაგვეხმარებით და ვიცი რომ ამერიკამ ახლა სერიოზული პასუხისმგებლობა აიღო რომ უზრუნველყოს უკრაინაში მშვიდობა საჭირო იყო ახლა მთავარი პრობლემა არის რიტორიკულად გაასხა ტრამპმა და JD Vance-მა გაიხიხო ეს თავი ზელენსკიმ კიდე მართლა კარგი კონტრაქტი გაასხა დებილი ბავშვივით მოიქცა რომელიც ვერ ტვინავს სად რა უნდა თქვა რა აი ესეთი რამე არის დაახლოებით რა მაგრამ იდენტური არა სკოლაში რო ორ ბავშვს მოუვა ჩხუბი და ცხადია რომ ერთი არის დამნაშავე და აი მოვიდა შერიგების დრო და ეხლა მასწავლებელი ცდილობს ეს ორი ბავშვი შეარიგოს თლად მასე არ არის უბრალოდ ანალოგია არის რომ პოინტი გაიასროთ და ამ დროს იმ ბავშვმა რომ მოაღოს პირი ხო მაგრამ მამან მე ესე და ესე გამიკეთე და მასწავლებელი ხმა წყვიტე რა ვაგვარებ საქმეს არა იცით რა არის გავიხსენოთ აი იმ დღეს აი შესვენებაზე აი ბუფეტში და ეგ ნამდვილად სამწუხარო არის რა კიდე არ ვიცი რა მომენტი არის თუ გამახსენდა გეტყვით და ახლა მოდი გადავიდეთ აი თვითონ რიტორიკის ანალიზზე რაც ასევე საინტერესო იქნება little negotiations back, but that worked out great. I think for both countries, I think for the world actually, beyond both countries. And we have something that is a very fair deal. And we look forward to getting in and digging and working and ხო ახლა არ გითარგმნით ამას ქართულად, იმიტომ რომ ნუ ტრამპის ინგლისური თუ არ გესმის, ესე იგი A1 არ გესმის.
რომ მართლა ტრამპის ინგლისური არის პირდაპირ გაგებით A1 ინგლისური, ამიტომ არ ვიცი, წადი რამე იმედს უყურიან თავარ არხს ან TV პირველს ან ამის. Getting some of the rare earth, but it means we're going to be inside, and it's a big commitment from the United States, and we appreciate. ხო, აი ტრამპი ხსნის, რომ დიდი ის გვაქვს რა, commitment-იო რა, ყველაფერშიო და ამერიკა იქნება უკრაინაშიო, რაც ცხადია იმას ნიშნავს, რომ დაცვა იქნება ეგ. და ეს მხოლოდ პირველი ეტაპი არის, ზელენსკი რატომ გაასხი ასე ცუდად. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, ტრამპს არ უთქვამს, რომ ეს ყველაფერია. და ირ მორჩა ახლა აი ამაზე შევთანხმდებით, რომ იქ მინერალები გითხაროთ და მორჩა აი ამით ყველაფერი მოგვარდა. არა, ეს არის პირველი ეტაპი. აქ უნდა გაჩუმებულიყო ზელენსკი ან ესარგებლა კამერებით და დაეფრეიმებინა ყველაფერი ისე თითქოს დაძმაკაცდნენ, თითქოს ამერიკა მორჩა ახლა უკრაინა არის 51 შტატი და ასე შემდეგ. იყო მაგის შანსი, მაგრამ არა, მოუნდა რომ აი ტრამპი როგორც კარლსონს ესაუბრა ისტორიაზე და რა როგორ იყო და რა, იგივე მოუნდა ახლა ოვალურ ოფისში, რაც არც ტრამპმა მოუთმინა, არც JD Vance-მა და არც არავინ პრინციპში. Working with you very much, and we will continue to do that. We have had some very good discussions with Russia. I spoke with President Putin, and we're going to try to bring this to a close. It's something that you want and that he wants. We have to negotiate a deal, but we've started the confines of a deal, and I think something can happen. The big thing is the number of. Join the scholarships competition for postgraduate programs in Italy or Spain. Nice. Soldiers mostly at this point, but soldiers being killed, they're losing thousands of soldiers. So on both sides, we're losing a lot of soldiers, and we want to see it stop, and we want to see the money get put to different kinds of use, like rebuilding, and we're going to be working very hard. But we've had a lot of very good conversations, and we'll say until we came along, the Biden administration didn't speak to Russia whatsoever. They didn't speak to anybody. They just allowed this to continue. And I will say that, I'll say in front of you, you've heard me say it 1,000 times, if I were president, this war would have never happened. We would have had a deal. ხო, აი ეს რამდენჯერ უნდა იმეოროს ტრამპმა, არ ვიცი რა, ეგ ბუმერობას მივაწერო თუ რა არის, მაგრამ მე რო ყოფილიყავი პრეზიდენტი, ეს ომი არ მოხდებოდა ყველგან ყოველთვის სიტყვით იმეორებს. რაც მართლა იმაზე გაფიქრებს, რომ აი უკვე სიბერე და ეს რა, იმიტომ რომ ყველგან თლიანობაში ვინმე კაუნტერი რო ჩართოს, ეგ წინადადება ზუსტად სიტყვით. სახის რეაქციითაც კი ერთნაირად რამდენჯერ აქვს ნათქვამი, არ ვიცი, ეგ ალბათ იქნება 3000-ზე მეტი მარტივად. Having to go through what you've gone through. But your soldiers have been unbelievably brave. We've given them great equipment, but somebody has to use the equipment. They've been unbelievably brave. And we give them great credit. ხო, აი ტრამპი ცდილობს მაქსიმალურად თან ნეიტრალური პოზიციიდან, მაგრამ მაინც აქებს, რომ კი ჩვენ კი მოგეცით შეიარაღება რამე, მაგრამ რა აზრი აქვს მაგ შეიარაღებას თუ ხალხმა არ გამოიყენაო და აი შენი ქვეყნის გმირებმა ჯარისკაცებმა კარგად გამოიყენეს ეგო და ბრავო, ძალიან გმირი ხალხი ყავსო რამე. კარგად დაიწყო ტრამპმა, გადასარევად. შიც შეუცოდა ხანში დაიწყება. This was supposed to be over very quickly, and here we are 3 years later. So I give tremendous credit to your generals and your soldiers and yourself in the sense that it's been very hard fighting, very tough fighting. They're great fighters, and we have to be very proud of them from that standpoint. But now we want to get it over with. It's enough, right? We want to get it over with. So it's an honor to have you here. Thank you very much. I said the agreement at the conference in the East Together. President, thank you for the invitation, and really I hope that this first document will be first step to real security guarantees for Ukraine. თან აცნობიერებს ზელენსკი, აი თვითონაც თქვა, აი რაზე უნდა გეშლებოდეს ნერვები რა ადამიანს. თვითონვე თქვა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯიო, რაც კარგი იქნებაო, როგორც აი პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენო. ანუ ზელენსკიმ იცის, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი.
და მერე შუა საუბრის დროს წამოუხდა და არაო ეს საკმარისი არ არისო, იმიტომ რომ ამით არ გვაქვს აბსოლუტური გარანტიაო. ანუ ტრამპმაც ვირომადლი მოგიტყანო რა. და მერე უბრალოდ trash talking-ი წავიდა. და გადაუარეს, იმიტომ რომ ეხლა ზელენსკი რას იზამდა, ხო, ეხლა შეურაცხყოფას ხო არ მიაყენებდა და აი გადაუარეს, მაგ მომენტზეც მივალთ. America will not stop support. Really, for us, it's very important to. აი სწორად მიყავს და ამერიკა არ შეწყვიტავს ჩვენს დახმარებასო, აი ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად. აი ეს უნდა გაეგრძელებინა უფრო ხმამაღლა და უფრო კარგად. Support and to continue it. I want to discuss it with details further during our conversation, and of course, the infrastructure or security guards. 1,000 warriors from Russian prison, but there are thousands more in share with you. Battlefield. Ფოტოებსაც He didn't know აჩვენებს. what the hell he was doing. This should have never happened. This should have never started. But Since leadership, we're going to find common ground ანუ მოდი გადავახვიოთ ცოტა აი აქეთკენ. გონი აქედან იწყება უკვე shit show. with our friends in the UK on this question, but it remains to be seen. The principle that will guide us is we believe in free speech in this country and we'll fight for it for American citizens. Mr. President, on the deal, is there any other oil and gas component to the deal? Is it all a critical? little bit. We'll see. On LNG? But we're not really looking for that so much. We got a lot. We have more than anybody. in the ოპ, world. ოპ, აი აქედან. He occupied it. მოიცა? Our So it's not a question of alignment. United States of America, we had a president who stood up at press conferences and talked tough about Vladimir Putin, and then Putin invaded Ukraine and destroyed a significant chunk of the country. The path to peace and the path to prosperity is maybe engaging in diplomacy. We tried the pathway of Joe Biden of thumping our chest and pretending that the President of the United States' words mattered more than the President of the United States' action. მართლა ახლა საუბრობს დიპლომატიაზე, რომ აი ბაიდენის დროს ომი იყო, მაგრამ არ იმოქმედაო და მოდი დიპლომატიო და თან ამ მომენტში რაც მნიშვნელოვანია, არანაირად არ აკნინებს არც რიგითი უკრაინელის, არც თავად ზელენსკის რამე თავმოყარეობას, ხო? და ასე შემდეგ. არ აკნინებს არანაირად. და ახლა ზელენსკის რეაქცია. Country is America engaging in diplomacy. That's what President Trump is doing. can I ask you? ოპ, თავარ მომენტში რეკლამა. Sure. Yeah. Yeah. Okay. So he occupied it. თან ის მომენტიც არის, რა თქმა უნდა, რომ ზელენსკი არ იცის კარგად ინგლისური, ხო? აი სტუდენტობის დროს რაც ისწავლა ეგ არის, ახლა ომის დროს ვერ ისწავლიდა ენას. კი ცდილობდა ალბათ, მაგრამ ნუ ახლა ვერ გამოყოფდა ისეთ დროს, რომ ესწავლა. არამედ ის რო ჰქონდა ზელენსკის ამ ომის პერიოდში ინტერვიუებიდან, რომ აი ეს თავისი გატეხილი ინგლისურით ისე ელაპარაკა რა, გატეხილი ინგლისურით უკეთესაუბრა, ნუ. ეგ არის და ახლა შეიძლება კი არა და ის მომენტიც არის, რომ რადგანაც ინგლისური კარგად არ იცის, რაღაც მომენტში შეიძლება რომ გამოუვიდა უხეშად, რაღაც მომენტში. მაგრამ ის მომენტიც არის, რომ აჭრა ყველა და თვითონაც აიჭრა რა. Our big parts of Ukraine. და ეხლა რას უპირისპირებს, რომ იცი რა არისო, დიპლომატია კი კარგი არისო. მაგრამ პუტინმა ბევრჯერ დაარღვია ეგო. და ამგვარად ეს ერთი წინასწარ უნდა შეეთანხმებინა და ახლა უხერხულში აყენებს რა, ანუ ამათ, იმიტომ რომ კაი თუ დიპლომატია არ არის, რა გინდა ვერ გავიგერო, ჯარი შევიყვანოთ და ვეომოთ და ანუ ისეთი ხო რა მართლა ისე გამოუვიდა ზელენსკის. ძალიან ცუდად, კრიტიკულად ცუდად. და აქ ბევრი მომენტი იყო, ანუ ენის ბარიერი, იმიტომ რომ ბევრი წინადადება ზელენსკიმ თარგმნა პირდაპირ უკრაინულიდან, რაც პირდაპირ თუ თარგმნე შეიძლება ამერიკელისთვის ეგ უხეშად ჟღერდეს და ასე შემდეგ, როგორც აყალიბებ. Part of East and და აი 2014 and 2015. ერთ წამით 2014 nobody stopped him. He just occupied and took. He killed people. You know what the contact was? 2015. 2014. 2014 and 2015. 2014? Yeah. So I he killed. was not here. Yeah, but ხო ახლა 2014 წელი გაახსენა ზელენსკიმ და აი ტრამპს უკვე ეთყობა რომ ამოასხა ყელში რომ რაღაცა არ მომწონს როგორ საუბრობო და ამით მიანიშნა, იმიტომ რომ ალოგიკური რამე თქვა ტრამპმა არათანმიმდევრული რომ 2014-შიო ხო ეგ
ხო, მე არ ვიყავიო მაგ დროს ოფისშიო, მე არ ვიყავი პრეზიდენტიო რა, რაც რა შუაშია საერთოდ რამესთან, მაგრამ ეგ იყო ტრამპის მიერ ისეთი ირაციონალური, სიტყვებით ირაციონალური, მაგრამ ემოციით ძალიან კონკრეტული და ობიექტური სიგნალი ზელენსკის რომ ჰეი, მოდი პირი დაკეტე, კაი, იმიტომ რომ მაშინ მე არ ვიყავი, არ მაინტერესებს ეგ და მოდი ვკონცენტრირდეთ ახლა რაც ხდება მაგაზე. ზელენსკიმ სიგნალი ვერ დაიჭირა. რაც უცნაურია, იმიტომ რომ იუმორისტებს აქვთ ძალიან ისეთი როგორ თქვა, ძალიან სხარტი გონება, რომლითაც იჭერენ ეგრევე სიტყვებს, იმიტომ რომ ეგ სიტყვა უნდა გამოიყენო შემდეგ ხუმრობისთვის, მთელი ამბები და ამიტომაც აი სიტყვებზე და ეგეთ სიგნალებზე ეგრევე იჭერენ იუმორისტები. ყველაზე ბანძი იუმორისტიც კი ძალიან ის არის რა, მაგ მხრივ ჭკვიანი. ამან ვერ დაიჭირა სამწუხაროდ. That's exactly right. Yes, but during 2014 till 2022, the situation the same. That people are been dying on the contact line. და ეხლა მიაწვა რომ არა, შენც რო იყავი პრეზიდენტი, მაშინაც კვდებოდნენ ადამიანებიო. აი ასე ჩააჯვა ყველაფერში რა, ანუ სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჩააჯვა უბრალოდ. Nobody stopped him. You know that we had conversations with him, a lot of conversation, my bilateral conversation, and we signed with him, me, like a new president. აჰა, ისტორიას უხსნის რომ რუსეთი ცუდია და დაარღვია. არ არის ეგ აქ არაფერ შუაში. არ არის ეგ აქ არაფერ შუაში. Get killed our people. He did what do you mean? I'm talking about და ეხლა ბოლოს კითხა, დემოკრატიაზე, კი არა და დიპლომატიაზე რო სასაუბრობ რა, რას გულისხმობო რა? ეს ზელენსკის მხრიდან მართლა იყო ერთგვარი თავდასხმა, მართლა იყო. ვერბალური თავდასხმა, რა თქმა უნდა. და ის ტრამპის მნიშვნელოვანი სიგნალიც ვერ წაიჭირა. the kind of diplomacy that's going to end the destruction of your country. Yes, but if you Mr. President, with აჰა, ეხლა გაუბა პოლემიკა ზელენსკიმ და ეხლა JD Vance-ი აწყვეტინებს და ძალიან დებილურად ეხლა ნახეთ რას მოთხრის. I think it's disrespectful for you to come into the Oval Office and try to litigate this in front of the American media. Right now, you guys are going around and forcing conscripts to the front lines because ხო, და ეხლა იმას რაც ქვია გრეხების გახსენება რა. ღმერთო ჩემო, ერთი წამითო რა ზელენსკიო და თემიდან გადაუხვია, რაზეც საუბრობდნენ და ძალიან უპატივცემულოდ იქცევიო აქ ჟურნალისტების წინაშეო, შენ არ ხარ ის ტიპიო, რომელიც ხალხს აძალებსო, რომ ფრონტზე წავიდნენ,ო არც მადლიერი ხარო და ნუ მოკლედ აი ესე რენდომ გიშგალოპინგი მოკლედ. You have manpower problems. You should be thanking the president for trying to bring it. ხო, აი მადლობას უნდა იხდიდეო მთელი ამბებიო. ახლა ზელენსკის შეეძლო ეთქვა, ოდნავ გამოესწორებინა სიტუაცია იმით, რომ არა, რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ ბატონო ტრამპო, დიდი მადლობა ბატონო JD Vance, ამერიკელო ხალხო და taxpayer-ებო, დიდი მადლობა ვინც გადასახადებს იხდით. რა თქმა უნდა, უბრალოდ მე სხვა რამეზე გავამახვილე ყურადღება. დაასეივებდა ამით ოდნავ მაინც რა სიტუაციას. მაგრამ არა, დებატზე კონცენტრირდა ზელენსკი, ანუ. დააკვირდით ახლა მომენტს. Into this Have you conflict. ever been to Ukraine? That you say what problems we have? საერთოდ ნამყოფი ხარო უკრაინაშიო? იცი რა პრობლემები გვაქვსო? ეგ რა მოსატანი იყო? ამაზე ხა JD Vance-მა მაგარი ცუდი რამე უპასუხა რა, ანუ კიმ ჯონ უნივით გამოიყვანა, რომ ვიციო ეგ შენი fake ტურებიო, რომელსაც ჟურნალისტებს უტარებო და პოლიტიკოსებსო იქ რო ჩაყავს და რო ანახებო იმასო. რაღაცაო და მე ტრამპის ჩაერთო და აი აქედან უკვე მორჩა shit show უკვე დაწყებულია. I have been to I have actually აწვება ისევ ზელენსკი რა, ანუ აწვება. იყავიო ერთხელ მაინცო? I've actually watched and seen the stories and I know what happens is you bring them on a propaganda tour, Mr. ხო, პროპაგანდის ტურებს უტარებო რა, როგორც ჩრდილოეთ კორეაში რო ჩაყავდათ ჟურნალისტები და მაღაზიებს რო აჩვენებდნენ, რომელიც fake იყო პროპაგანდისთვის. და ამერიკაში ზოგადად პროპაგანდა ტური მაგასთან ასოცირდება კულტურულად აი ჩრდილოეთ კორეასთან რა, მაინც რო იცოდეთ. და ნუ მოკლედ ვენსმა არ მოითმინა და ხო რა, ანუ უკვე ღია trash talking-ი დაუწყო. President, do you disagree that you've had problems? What
ეხლა აწובה, მოიცა, შენ უარყოფო, რომ პრობლემები გაქვსო ქვეყანაშიო, იქ ხალხს რო იტაცებთ და რო გაგყავთ ფრონტზე და მთელი ამბებიო. People in your military, and do you think that it's respectful to come to the Oval Office of the United States of America and attack the administration that is trying to prevent the destruction of? ხო და ის ზელენსკის აქ მქონდა მომენტი, როცა უკვე თავი გადახარა რა. აი როგორც არ ვიცი, გოგო რო გადახრის რა, აი კამათში ან რაღაცა ეგეთი. აბა ერთი რა. სხეულის ენა, ხელებია ესე. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ჩაიკეტა და ძალიან სხვა მოდში შევიდა უკვე, რა მოდში შევიდა, რთული გამოსაცნობი არ არის და აბა პრობლემები ყველას აქვს. გაასხარა, აი რისიც მეშინოდა, იმიტომ რომ მართლა ზელენსკიზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, მისი მომავლის ჩათვლით, ჩემ ბოლო ვიდეო ნახეთ, აი მისი მეშინოდა. სისხლის ხრა გაგრძელდება. A lot of questions. Let's start from the beginning. Sure. First of all, during the war. Hey, my English not so good. Do you mean my English is very ძალიან good? თემატური იყო. Everybody has problems. Even you, but you have nice ocean and don't. ხო, პრობლემები ჩვენ კი გვაქვს, მაგრამ თქვენს გაქვთო, იმიტომ რომ ეხლა ის შეყავს, რომ ოკეანე გაქვთო თავს კარგად გრძნობთო, მაგრამ დაგერხევათო ერთ დღესო. რუსეთი მოგწუდებათ მაინცო. მაგაზეც რა თქმა უნდა ტრამპი აიჭრა და გააჩუმა. ანუ მოკლედ რა, აქედან მანამდეც უკვე ზელენსკიმ დაკარგა კონტროლი და არ ვიცი. გადავხედე უკრაინულ წყაროებს და ყველა ნეგატიურად არის ამაზე განწყობილი. ყველა. Solve a problem. Into this Have you conflict. ever been to Ukraine that you say what problems we have? Military. We have problems. Let's start from the beginning. Sure. God bless. You don't know that. God bless Aye. you now, but you will feel it in the future. ხო, აი რუსეთის პრობლემას იგრძნობთ მომავალშიო რა, ანუ აპოკალიფტური ენით დაიწყო საუბარი, რომ აი ესე დაიგრეც მიიღო რა, გინდა ტრამპმა, გინდა ვენსმა, რომ აი ხა გვაშინებსო ესო რა, უნდა რომ ჩვენი რაღაცა აპოკალიფტური შიშით რომ იმას ქნასო რა, რაღაცა იმანიპულიროს ჩვენითო რა, მაგრამ არ ცდილობს magას ზელენსკი, მართლა არ ცდილობს, მაგრამ ნუ აი ეგრე გოიმურად გამოუვიდა. God bless. You don't know that. God bless. You don't God know bless. that. You will not You have. gotta არიციო, გაჩუმდიო. აი ახლაც რა, ანუ აი ცუდი მომენტია, რომ over talking-ს აკეთებს ზელენსკი. საუბრობს ტრამპი, არ ჩუმდება. Don't tell us what we're going to feel. We're trying to solve a problem. Don't tell us what we're going to feel. I'm not telling you. Because I'm you're in no answering on this position to question. dictate. აი ბირჟის საუბარი წავიდა. არა, მე მაგას არ გეუბნები. ბირჟაზე რა საუბრები არის? რატო კითხულობ, აბა? არა, მე არ ვკითხულობ, მე ვინტერესდები. არ გვითხრა რისი გვეშინო, შეგეშინდეთ ამისი. ნუ გვეუბნები რისი გვეშინო. არა, მე არ გეუბნები რომ უნდა რამის გეშინოდეს კაცო. ანუ ბირჟის და აი Discord მოდერატორების კამაც გავდა მთელი ეს საუბარი აქედან მოყოლებული, რაც კიდე გაგრძელდება 6 წუთი. That's exactly what you're doing. You're in no position to dictate what we're going to feel. We're going to feel very You will good. feel influenced. We're going to feel very I'm good and telling very you, strong. You will feel influenced. You're right now not in a very good position. You've allowed From the yourself very- to be in a from very the- bad და მორჩა ტრამპი აქედან მოყოლებული უკვე ტუქსავს რომ ეხლა არ ხარ შენ კარგ პოზიციაში ეგრე რო ისაუბრო ჩემი ბრალიაო რომ მე ასე გაგათამამეო მართლა ეგეთ რამესაც ეუბნება რომ აი ესეთი ის მოგეციო ყვერებიო და ეხლა შენ თამაშობ მესამე მსოფლიო ომითო და ხალხის ცხოვრებით და ასე შემდეგო და ნუ მოკლედ დატუქსვა დაუწყო ტრამპმა სერიოზული და აი როგორც მასწავლებელი ტუქსავს მოსწავლეს ზუსტად იგივე მოხდა. bad position, and he happens to be right From about the it. very beginning of the war. You're not in a good position. You don't have the cards right now. არ გაქვს სათამაშო კარტებიო. Thus, you start having Not playing cards. Right now, you don't. We're You're playing serious, cards. Mr. President. You're playing We're cards. serious. You're gambling I'm the with the president lives in of war. millions of people. თამას ისე არ შეხედოთ რა, რომ ტრამპმა ბულშიტზე წაიჭირა ზელენსკი და მაგაზე რო ჭკუას არიგებს. არა, ბულშიტზე წაჭერით ჭკუის დარიგება და ადგილზე მოსმა ადამიანის ეს არ არის, ეს უფრო არის რიტორიკაზე წაჭერა და იმაზე რომ აი უმადურობაზე რა, ეს არ აღიქვათ ისე რომ ტრამპმა წაიჭირა აქ რაღაცაში, მე ეგეთი არა. აქ იმაზეა რომ დააგდე ცოტა, დააგდეო.
თუ არ აგდებო, აჰა, გადაგიულიო. You're gambling with World War III. You're gambling with World War III. And what you're doing is very disrespectful to the country, this country. That's back to you. Far more than a lot of people said they should have. Have you said thank you once? This A entire lot of meeting? times. No, in this Even entire today. meeting, have you said thank Even you? today. You went to Pennsylvania and campaigned for the opposition in October. რაც აქ მოხვედიო, მადლობა გითქვამსო საერთოდო, არა და დასაწყისშივე თქვა ზელენსკიმ მადლობა და ნუ ხო რა, აი ადამიანური მომენტი უნდა გაიაზროთ რა, იმიტომ რომ ძალიან მარტივია ყველას გვეგონოს რომ რაღაცა ის არსებობს მსოფლიო შეთქმულება, ყველას პირი შეკრულია, ყველა ქვეყანა საბოლოო ჯამში ის არის მეგობრები არიან ელიტა და რამე, მაგრამ არა. აი ეს არის იდეალური მაგალითი ადამიანური მომენტის. იმ მომენტის რომ ადამიანები ერთად ვერძოვენ და ეგ ელიტაზეც ვრცელდება რა, ამიტომ ეგეთი კონსპირაციების და შიზო ფიქრებით ვინც იტანჯებით რომ აი ყველა დიდი ქვეყანა შეკრულია ერთ, არა ვერძოვენ ადამიანები. აი ესეთი სისულელეები ხდება, ეხლა ვიღაცა იტყვის, ეგ იმიტომ რომ ტრამპი ბიზნესმენი არის, რაიცის მაგამ პოლიტიკა, ეგ იმიტომ რომ ზელენსკი კლოუნი არის, იუმორისტი იყო, მთელი ამბები, მაგრამ არა. არ მოთხოვდეთ, აი ეს ადამიანური მომენტი მართლა არის ყველა ლეველზე ელიტის, მართლა. იმიტომ რომ შეხედეთ რა, ამ დონეზეც კი, ხო, კაი, ტრამპი ბიზნესმენი, ეს იუმორისტი, კაი. ამ დონეზეც კი ჩვენ ახლა ვხედავთ როგორ მოხდა დისკუსიის დაშვება მართლა აი ქუჩის დონემდე. ქუჩაში როგორც იკამათებდნენ ადამიანები. გინდა საქართველოს ქუჩა ავიღოთ, გინდა ამერიკა, აი ქუჩის დონეზე როგორც მიდის აი ეს გაცვლა გამოცვლა სიტყვები, იქ რაღაცა სიტყვაზე გაკიდება, მთელი ამბები აი მაგ დონემდე დაეცა. ხვდებით? ჯერ ისევ ადამიანში მაიმუნი უფრო მეტია ვიდრე ადამიანი. Offer some words of appreciation for the United States of America and the president who's trying to save your country. Please, you think that if you will speak very loudly about the war, you He's can... not speaking loudly. He's not speaking. ხო ახლა ტრამპიც გოიმურად ხიხოსავით აიჭრა, დააკვირდით. ზელენსკი ეუბნება რომ ასე ხმამაღლა თუ ისაუბრეთო უკრაინაზეო და ხმამაღლა საუბარი რას ნიშნავს? ყვირილს არ ნიშნავს ან პირდაპირ გაგებით ხმამაღლა საუბარს, არამედ ძალიან კონკრეტულად როცა საუბრობ რამეზე და ძალიან თავდაჯერებულად და ირო კრავ კონკრეტულ ჩარჩოში. ეგ იგულისხმა ზელენსკიმ, მაგრამ რა თქმა უნდა ეგ ცუდად გამოუვიდა, ეხლა იყო შანსი რომ მგონი გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და იწეღანაც თქვია ეგ რომ შეეყვანა და დაეფრეიმებინა ყველაფერი ისე როგორც აი ძიმე საუბრები მიდის და აი წუხვარ და რაღაცა რა თქმა უნდა რამე რომე. არაო, ძალიან ხმამაღლა საუბრობო რა და ტრამპმა ეგ ისევ ტრამპმა ეგ ალოგიკურად უპასუხა მაგას რომ არ საუბრობს ის ხმამაღლაო. დიდი ალბათობით ტრამპმა ეგ პირდაპირ გაიგო, ანუ პირდაპირ ხმამაღლა საუბარი. დააკვირდით როგორ დატრიგერდა კაცი. If you will speak very loudly about the war, you He's can... not speaking loudly. აი ესე გამოუვიდა რა, ანუ ბებია რო არის და თავისი შვილების და შვილიშვილების კამაც რო ესწრება და რომ მიუბრუნდება და არა ის არ ეწევა, ჩემი შვილი არ ეწევა. think that if you will speak very loudly about the war, you He's can... not speaking loudly. ზუსტად ბებიის რეაქცია. ზუსტად. He's not speaking loudly. Your country's in big trouble. Can I Wait a answer? minute. No, Can you've I done a lot answer? of talking. Your country is in big trouble. I know. You're not winning. I know. You're not winning this. I... You have a damn good chance of We coming are out staying, okay because of Mr. us. President, we are staying in our country, staying strong from the very beginning of the war. We've been alone, and we are thankful. I said thanks You haven't in been this alone. cabinet. You and haven't not been only alone. in this We cabinet. gave you, through I this said stupid thank- president, $350 billion. You voted We gave for you your military president. equipment, You and you voted men for are your brave, president. but they had to use our military. What about we are აქ ბევრს გონია რომ ტრამპმა ეს რო თქვა დებილი პრეზიდენტიო ზელენსკიზე თქვა არა და არა. კონტექსტ თუ გაანალიზებთ ზელენსკიზე ეგ არ უთქვამს, ეგ თქვა ბაიდენზე. რომ აი ჩვენმა დებილმა პრეზიდენტმა ამდენი ფული მოგცაო და რანაირად ხართ მარტოებიო. ცხადია რომ ეხლა ის გულისხმობს ზელენსკი გულისხმობს არმიის მხრივ და ანუ დამტყმელი ძალის მხრივ, ტრამპმა ეგ წაიღო ფინანსებზე, კაი. If you didn't have აი ეს არის აჭრილი საუბარი და ხელითაც ცოტა უკან გაწია.
ყველანაირად ტრამპი ცდილობს ფიზიკურად, ვერბალურად, რომ ანიშნოს, რომ გაჩერდი შვილო და ახლაც ხელით გაწიაო, რომ უკან დაიხიეო. და მესმის რა, ეხლა ტრამპში და ვენსში ხიხო გააღვიძა. ამან. მაგრამ მანამდე ყველაფერი მართლა კარგად მიდიოდა რა, იმ მთლიანი ვიდეო გვაქვს. And you men are brave, but they had to use our military. If you didn't have our military equipment, this war would have been over in 2 weeks. In 3 days, I heard it from Putin. In 3 days, this is something. Maybe less. ისევ დასცინის. It's going to be. ტრამპმა ის უთხრა, რომ ჩვენი დახმარების გარეშე ვერ გაძლებდით ამდენ ხანსო, მალევე დასრულდებოდით, მგონი 2 კვირა თქვა. და რაზეც ზელენსკიმ უპასუხა, რომ ხო, 3 დღეშიო საერთოდო რა. რაზეც რა გააკეთა ახლა ზელენსკიმ, რა რომ გავაანალიზოთ. რომ აი შენ იმ რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ხარო, აი როგორც რუსები რო ამბობდნენ, ეგრევე რომ 3 დღეში ავიღებთო. ხო, 3 დღეში ავიღებთო, ანუ შენ ხარო, ტრამპო შენ ხარო, ჯერ ისევ აი იმ რუსული გავლენის ქვეშ რო აი 3 დღეშიო რა, ანუ აქ უკვე ცინიზმზე გადავიდა ზელენსკი და აქაც იყო საშუალება, ანუ მთელი დროის მანძილზე ჰქონდა ზელენსკის საშუალება, რომ დაესეივებინა ეს და თითზე დაეტრიალებინა ვენსიც და ტრამპიც. თუ კი გააკონტროლებდა ემოციებს, მართლა იყო საშუალება. რანაირად არ იყო, ხო? რომ ამდენი კამერის წინაშე ისე გამოეყვანა, რომ ამერიკა საუკეთესო მეგობრები არიან, დაევალდებულებინა ამერიკა, შეეფუთა ყველაფერი ისე როგორც უნდოდა და თან ტრამპმა მაგისი საფუძველი მისცა. თავიდან ტრამპმა ისეთი განცხადება გააკეთა, ისეთი განცხადებები, რომ ყველანაირი საფუძველი მისცა ზელენსკის, რომ ეთქვა, რომ აი ჩვენ ახლა საუკეთესო მეგობრები ვართ, ამერიკა დაგვიცავს, მთელი ამბები და ამით ძალიან ისეთ ნეგატიურ სიგნალს გასცემდა რუსებისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის, ანუ ახალ ფრეიმს შექმნიდა. A very hard thing to do business like this. I tell you, just safe. და ხო, აი თქვა, რომ ესე ვერაფერს ვერ ვიზამთო რომ. Thank you. I said it a lot of times. ეს JD Vance-ის აწვევა მადლობა რატო არ თქვიო? არა და თქვა დასაწყისში ზელენსკიმ მადლობა, თქვა მადლობა. თან თუ არ ვწდები ორჯერ თუ სამჯერ. თქვა ეგ მადლობა, რაღაც ეკიდები, ანუ. Shit show. Except that there are disagreements, and let's go litigate those disagreements rather than trying to fight it out in the American media when you're wrong. We know that you're wrong. But you see, I think it's good for the American people to see. ხო, ნუ იდეაში ეს იყო რა, სულ უფრო მეტი რამის განხილვაც შეიძლება და სიმპოზიუმი როცა გვექნება, იქ შეიძლება კონკრეტული მომენტები კიდე განვიხილოთ ამ ვიდეოსთვის სულ ეს იყო. წავედი მე გადავათენო და ხო, იმედია მშვიდობა იქნება. დანარჩენი პროგნოზები ასე შემდეგ, მაგ ყველაფერს სიმპოზიუმზე ვისაუბრებთ. გამოიწერეთ არხი და გაწევრიანდით ასევე დახურულ არხზეც nikoSvanidze.com. გელოდებით ყველას და დროებით.